Windows 7-ში არის საკმაო რაოდენობით აქსესორიები, რომლებიც გვეხმარება ტექსტთან მუშაობის დროს. შეიძლება ეს აქსესორიები იყოს ისეთი მარტივი, როგორიც არის ეგრეთ წოდებული მისაკრავი ქაღალდები, ან ისეთი რთული, როგორიც არის Word-ის ტექსტის გამომუშავებელი სხვა პროგრამები. დავიწყოთ მისაკრავი ქაღალდებისგან, რომელიც არის Start-ში. აი აქ ქვედა ქვია Sticky Notes-ი, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგვიძლია ამ მოძებნის უჯრაში ჩავწეროთ. სახელი ამ პროგრამის და გაჩნდება იგი ჩამონათვალის სათავეში. დავაჭიროთ მასზე და ვნახავთ, რომ გაჩნდება ეგრეთ წოდებული მისაკრავი ქაღალდი, რომელიც ჩვენს ეკრანზე იქნება მიკრული, ისევე როგორც რეალური ნამდვილი მისაკრავი ქაღალდები არის. თუ ხშირად გამოიყენებთ სამუშაოს დროს ამ მისაკრავ ქაღალდებს, შეგიძლიათ მოვყიდოთ მაუსს და გადმოიტანოთ taskbar-ზე. ასეთი შემთხვევაში იგი დაემატება taskbar-ს და შემდეგ მასზე ერთი დაჭერით გაჩნდება ახალი მისაკრავი ქაღალდი ეგრეთ წოდებული თქვენს ეკრანზე, სადაც შეგიძლიათ ჩაიწეროთ შენიშვნები, რომელიც არ გინდათ დაგავიწყდეთ. ისეთი მაგალითად, როგორიც არის email-ის შემოწმება. ასე ადვილი არის მისაკრავი ქაღალდების გამოყენება, რომელიც შეგიძლია შეცვალოთ, შევცვალოთ მას ფერი, თუ სხვა ფერი რომ მოგეწონებათ, ამ უფრო თვალში მოსახვედრი იქნება და გამოიყენოთ საქმიანობაში. შემდეგი, რაც შეიძლება გამოიყენოთ, არის notepad-ი, ანუ ეგრეთ წოდებული ბლოკნოტი, რომელიც არის სათავეში ამ ჩამონათვალის, ან უბრალოდ შეგიძლიათ აკრიფოთ აქვე notepad-ი და გაჩნდება ჩამონათვალში. ეს არის უბრალოდ ბლოკნოტი, სადაც შეგვიძლია ასევე აკრიფოთ ტექსტი და დავამახსოვროთ. ავკრიფოთ რაიმე უბრალოდ შემთხვევითი ტექსტი. შემდეგ ხაზი რა თქმა უნდა ჩავდივართ enter-ით. შეგვიძლია რა თქმა უნდა შევუცვალოთ ტექსტ შრიფტით. ამისთვის უნდა შევიდეთ ფორმატში და გვაქვს ქვევით ფონტი, რომელიც შრიფტებს ნიშნავს. ამის საშუალებით შეგვიძლია ამორჩიოთ სხვა შრიფტები, შეგვიძლია შევუცვალოთ მათი სტილი, უფრო მსხვილი და შევუცვალოთ რა თქმა უნდა შეგვიძლია ზომაც. ამ შემთხვევაში მე ცვლილებებს არ გავაკეთებ, თუმცა შემიძლია შევეცვალა ზომა უბრალოდ ამ ხდაგით 11 ან 12. ავაჭერთ და ვნახავთ უფრო კარგად ჩანს ჩვენი ტექსტი. ჯობია დავტოვოთ ასე და შემდეგში ყოველთვის როცა გავხსნით notepad-ს, დამახსოვრებული იქნება ბოლოს გამოყენებული შრიფტი და ფორმატი. შეგვიძლია შევიდეთ ფაილში და დავბეჭდოთ კიდევაც ჩვენი აკრებილი ტექსტი. მანამდე უმჯობესია გადავხედოთ ჩვენს ტექსტს, სადაც მითითებული არის ქაღალდის ზომა, არის წერილის ფორმის, რომ ჩვენთან, ანუ ევროპაში მიღებულია სტანდარტად A4 ზომის, ამიტომ ჯობია ავირჩიოთ A4 ზომის. აგრეთვე შეგვიძლია ამორჩიოთ ორიენტაცია, იყოს იგი landscape თუ portrait რეჟიმში და ასევე შეგვიძლია შევცვალოთ კიდეების ზომა, მაგალითად ზევით გვინდა რომ იყოს უფრო დიდი ცარიელი ადგილი, მოვნიშნავთ დავაჭერთ კლავიატურაზე ორიანტს და ვნახავთ გვერდზე რომ გაიზრდება ზევით ცარიელი ადგილი. ასევე აქვე შეგვიძლია შევცვალოთ header-ი, ანუ ტექსტი, რომელიც იქნება ხურცლის დასაწყისში და footer-ი, ტექსტი, რომელიც იქნება ხურცლის ბოლოში. ამ შემთხვევაში მითითებულია გვერდი და გვერდების მიმართითებელი პროგრამის ტექსტი. შეგვეძლო ეს უბრალოდ წაგვეშალა, ჩაგვესვა იგი ტირებში და დაგვეჭირა OK-ს. ამ შემთხვევაში მე ამას გავაუქმებ, რადგან დაბეჭდო საერთო თავრაპირებ. ხოლო შემდეგ პრინტის საშუალებით დავბეჭდავდით ამ ტექსტს. აქვე არის დამახსოვრებაც და მე ამ შემთხვევაში მას დავამახსოვრებ როგორც და შევიყვან სათაურს. როგორც ხედავთ, არჩევანი არის txt, ანუ უბრალოდ ტექსტის ფორმატში არის შესაძლებელი ამ ტექსტის დამახსოვრება მხოლოდ. დავარქმევ ამ დოკუმენტს სახელად მე უბრალოდ ტექსტს. და დავიმახსოვრებ როგორც Unicode-ს, ანუ TF8 ფორმატში, რადგანაც დამახსოვრებული იყოს ქართული ასოები და არ გადაკეთდეს იგი
ინგლისურ ასოებად და არ აირიოს. უნდა მიმეთითები ასევე ადგილიც, დავაჭერთ desktop-ს, რადგან რათა შევინახო ეკრანზე. Save-ზე დაჭერის შემთხვევაში ნახავთ, რომ გაჩნდება შეინახება ჩვენი ფაილი ეკრანზე. ასე ორ დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება ჩვენი ტექსტი. ასევე არის Windows-ის აქსესორიებში WordPad-ი, რომელიც არის შედარებით უფრო დახვეწილი პროგრამა და გააჩნია უფრო მეტი საშუალება ვიდრე Notepad-ს. შევიდეთ იგივე Start-ში, ავკრიბოთ WordPad, უკვე საკმარისი იქნება და გაჩნდება ჩვენი პროგრამების ჩამონათვალში WordPad-ი. მასზე დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება პროგრამა. აქ პირველი სამშაშარე ღილაკიდან შეგვიძლია შევქმნათ ახალი დოკუმენტი, გავხსნათ ძველი, შევინახოთ როგორც ჩვენ გვინდა, ანუ სხვა ფორმატებში და დავუვეჯდოთ. ავკრიფოთ აქაც რაიმე ტექსტი, დავიწყოთ სათაურით, შევცვალოთ შრიფტი ქართულ ენაზე. და ვნახოთ, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ სწორებები. შეგვიძლია გავაკეთოთ ტექსტის ცენტრში სწორება, შეგვიძლია გავაკეთოთ მარჯნის სწორება და ასე შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში მე დავტოვებ ცენტრში სწორებას, დავაჭერ Enter-ს და ვნახოთ, რომ შეგვიძლია ჩავსვათ დოკუმენტში სხვადასხვა რაღაცეები. ერთ-ერთი ასეთი არის მაგალითად თარიღი. შეგვიძლია ამოვირჩიოთ თარიღის სტილი, ამოვირჩიოთ მეორენაირი, დავაჭიროთ OK და ვნახოთ, რომ ჩაჯდება ჩვენს დოკუმენტში თარიღი. დავკრიბავთ ტექსტს. შეგვიძლია ასევე რა თქმა უნდა ჩავსვათ სურათიც. თუ დავაჭერთ სურათის ჩასმას, გადავალთ ეკრანზე. ამოვირჩევთ ერთადერთ სურათს, რომელიც გვაქვს, დავაჭერთ გახსნას და იგი ჩაჯდება ჩვენს დოკუმენტში. შეგვიძლია დავაჭეროთ თვითონ ამ სურათს და შევუცვალოთ ზომა. ეს სურათიც არის ცენტრში სწორებით, როგორც ხედავთ. შეგვეცვალა სწორება. სურათის ბოლოში კურსორის გადაყვანით და Enter-ის დაჭერით, ჩამოვალთ შემდეგ ხაზზე. და ვნახოთ, რომ შეგვიძლია ასევე ჩავსვათ როგორც ხატვის ელემენტი, ასევე გარკვეული ობიექტები, რომლებიც შეიძლება იყოს ჩასმული რაიმე ფაილიდან, ისევე როგორც შეიძლება შეიქმნას ახალი. ჩავსვათ დოკუმენტი რაიმე ფაილიდან, ამოვირჩიოთ ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ ის ფაილი, ანუ ის ობიექტი, რომლის ჩასმა გვინდა. ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენი შექმნილი ტექსტის დოკუმენტი, დავაჭიროთ Opens, გამოჩნდება აქ მისამართი, სადაც არის მოთავსებული ეს ჩვენი ობიექტი, დავაჭიროთ OK-ს და ვნახავთ, რომ ჩვენს დოკუმენტში ჩაჯდება ობიექტი text ფაილი. ასე ორჯერ დაჭერის შემთხვევაში გაიხსნება ზუსტად ჩვენს მიერ ჩასმული ობიექტი. შეგვიძლია ეს ტექსტი აქ უბრალოდ მოვნიშნოთ, დავაჭიროთ კლავიატურაზე Ctrl+C-ს, შემდეგ გავთიშოთ ეს ჩასმული ობიექტი წავშალოთ კლავიატურაზე Delta ღილაკის დაჭერის შემდეგ და შემდეგ დავაჭიროთ Ctrl+V-ს და ჩაჯდება ის სამოჭრილი ტექსტი ჩვენს დოკუმენტში, დაკოპირებული ტექსტი უბრალოდ. შეგვიძლია ამ ღილაკის საშუალებით დავაბრუნოთ მოქმედება უკან და მონიშნული უბრალოდ დაკოპირებული ტექსტი paste ღილაკის საშუალებით paste-ზე დაჭერით ჩავსვათ ჩვენს დოკუმენტში. შეგვიძლია დოკუმენტში ტექსტი გადავაქციოთ ბურთულებიან ჩამონათვალად. თუ მოვნიშნავთ ამ ტექსტს და დავაჭერთ ბურთულებიან ჩამონათვალს, ნახავთ, რომ ჩვენი ტექსტი მიიღებს ბურთულებიანი ჩამონათვალის სახეს. შეგვიძლია აქედანვე დავარეგულიროთ ტექსტის ხაზებს შორის დაცილება. თუ ამოვირჩევთ ორს, ნახავთ, რომ ტექსტის ხაზებს შორის დაცილება იქნება გაცილებით მეტი. თუმცა ჯობია დავაბრუნოთ ერთიანზე და ვნახოთ, რომ შეგვიძლია ბურთულებიანი ჩამონათვალი გადავაქციოთ სხვანაირ ჩამონათვალად. იქნება ეს დანომრილი, ჩვეულებრივი არაბული ასოებით, ლათინური ასოებით თუ რომაული ციფრებით. შეგვიძლია შევუცვალოთ ფერიც ჩვენ ტექსტს, შევუცვალოთ შრიფტს სტილი, შევუცვალოთ თვითონ შრიფტი, მისი ზომა და ასე შემდეგ. შეგვიძლია შევინახოთ იგიც ამ ღილაკზე დაჭერით და შემდეგ ამ ადგილის ამორჩევით. ამოვირჩიოთ ეკრანი და დავარქვათ დოკუმენტს სახელი.
ნუ დავარქვათ რაიმე უბრალო სახელი. WordPad-ის დოკუმენტი. ნახავთ, რომ ჩვენ ეკრანზე გაჩნდება WordPad-ის დოკუმენტი, რომელიც შეგვეძლო ასევე დაგვიბეჭდა პრინტერის საშუალებით. შეგვიძლია პირდაპირ დავბეჭდოთ ამ ღილაკზე დაჭერით, ან ჯერ გადავხედოთ და ვნახოთ თუ როგორი იქნება ჩვენი დოკუმენტი დაბეჭდილი. შეგვიძლია გავადიდოთ მასზე დაჭერით, გავამოვიდეთ საერთოდ დათვალიერების რეჟიმიდან, ხოლო ამ ღილაკით შეგვიძლია რა თქმა უნდა იგი გავთიშოთ სრულად. არსებობს რა თქმა უნდა ტექსტის დამუშავების უფრო მძლავრი პროგრამები, ისეთი როგორც არის Microsoft Word-ი, თუმცა Windows-ში სტანდარტულად იგი არ მოყვება და საჭიროა მისი დამატებით დაყენება, ანუ დაინსტალირება კომპიუტერზე.